Donald Trump-ის ადმინისტრაციის მკაცრი შეფასება ივანიშვილის რეჟიმის მიმართ არ იცვლება. ფორმულამ სახელმწიფო დეპარტამენტისგან შეკითხვის პასუხად წერილი მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენიმე კვირის წინ გამოთქმულ პოზიციას. ქართული ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებული განგრძობადი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები ასეა დახასიათებული ახლა საქართველოში არსებული ვითარება. სახელმწიფო დეპარტამენტი გვეუბნება, რომ დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურითა და ციხეში ჩასმით. ასევე ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით. ამ პასუხისას სახელმწიფო დეპარტამენტი იმოწმებს ვიცე-პრეზიდენტ ვენსის მიუნხენში გამოთქმულ მოსაზრებებს და ეს წერილში მკაფიოდაა ხაზგასმული. სახელმწიფო დეპარტამენტის ეს პასუხი უკვე მერამდენედ აცლის საფუძველს ქართული ოცნების პროპაგანდას, რომელიც რეჟიმმა დღესაც გააძლიერა. საქმე ისაა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი ეგრეთ წოდებული ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საზოგადოებას ეუბნება, რომ ქართულ ოცნებას ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან ძირითად საკითხებში აქვს სრული თანხwebdra. სწორედ ამის შემდეგ მოვიდა სახელმწიფო დეპარტამენტიდან პასუხი ფორმულას შეკითხვაზე, როგორც ნახეთ, არა თუ რაიმე თანხwebdra არსებობს, არამედ ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა ოდნავაც არ შეცვლილა. უფრო მეტიც, ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ ახსენებენ, რა ნაბიჯებს ელოდებიან ვაშინგტონში, კონკრეტულად იმას, რომ აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი ურთიერთობების გამოსასწორებლად. მოვისმინოთ დავითაშვილის კომენტარი, რომელიც საერთოდ არ ასახავს რეალობას. ჩვენ მქონდა ორხრივი შეხვედრები ახალ ადმინისტრაციასთან, ეს იყო პირველი ოფიციალური შეხვედრები, რომელიც გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში. ორხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხო პოზიტიურ დღის წესრიგს, რომელიც ორ ქვეყანას შორის იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე პოლიტიკურ პერსპექტივებზე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ ახალ ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია თანხwebdra, სრული თანხwebdra ძირითადი საკითხების მიმართ და ჩვენ ხედებში და იდეოლოგიაში თანხwebdra დაგვეხმარება იმაში, რომ პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგი ავაწყოთ. რაზე დაყრდნობით ცდილობდა დღეს არაღიარებული რეჟიმი დავითაშვილის პირით საკითხის სათავისოდ წარმოჩენას. ეგრეთ წოდებულ ვიცე-პრემიერთან შეხვედრა გამართა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ. სწორედ ამის შემდეგ გააკეთა განცხადება დავითაშვილმა. ეს თანამდებობის პირია ჯოშუა ჰაკი. ის ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციაში მუშაობდა და ახლაც იმავე პოზიციას ინარჩუნებს. ჰაკი კარგად ერკვევა საქართველოს საკითხში და ინფორმირებული ჩინოვნიკია. მან კარგად იცის რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. გავიხსენოთ მისი უმკაცრესი გამოსვლა კონგრესში, სადაც ივანიშვილის რეჟიმს აკრიტიკებდა. This hearing comes at an extremely important time in both our bilateral relationship and for the future democracy in Georgia. The Georgian government has been deviating sharply from the country's past democratic trajectory and its Euro-Atlantic aspirations. არადემოკრატიული კანონმდებლობა მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება და დეზინფორმაცია გაავრცელა როგორც შეერთებული შტატების, ასევე მისი ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ. საქართველოს მთავრობა ორმაგ თამაშს თამაშობს. ცდილობს ერთი მხრივ აკრიტიკოს ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მეორე მხრივ კი ამის პარალელურად ხალხს უთხრან, რომ კვლავ ევროკავშირის წევრობის გზაზე დგანან, რაც საღაზრს მოკლებულია. ვფიქრობ, ჩვენი როგორც საერთაშორისო საზოგადოების ვალია ამ მრჩევლებისთვის ცხადი გავხადოთ, რომ გზა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ადგას, არ მიდის ევროატლანტიკური მომავლისკენ, რაც ქართულ ხალხს სურს. როგორც ხედავთ, სახელმწიფო დეპარტამენტიდან ისეთი თანამშრომელი შეარჩიეს დავითაშვილთან სასაუბროდ, რომლის არაერთი საჯარო და მწვავე შეფასება იძებნება ქართული ოცნების მიმართ. უფრო მეტიც, ჯოშუა ჰაკი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პირია, რომლის მუშაობა ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებას უკავშირდება. შეჯამებისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის მკაცრი პოზიცია უცვლელია. გავიმეოროთ, რა წერია ფორმულასთვის გამოგზავნილ წერილში: განგრძობადი ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, დემოკრატიული მანდატის მოპოვება, მოპოვების შეუძლებლობა, მოწინააღმდეგეების ცენზურითა და ციხეში ჩასმით და ასევე ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით. ამას დავუმატოთ ის ფაქტი, რომ ცოტა ხნით წინ ვახსენეთ ჩვენ დავითაშვილს შეხვედრა მოუწია ქართული ოცნების აქტიურ კრიტიკოსთან. სანქცირებული ივანიშვილის არაღიარებული რეჟიმის წარმომადგენლები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებიან. ლევან დავითაშვილთან ერთად ეგრეთ წოდებული ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, მისი მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე ვახტანგ ცინცაძე, შტატებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. შეხვედრების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: მსოფლიო ბანკის მმართველი დირექტორი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი. როგორც ხედავთ,
ამ ჩამოთვლილ ნაწილში, ვთქვათ, რაც ვიზიტში შეყავს ასევე ქართულ ოცნებას. თუ შეიძლება ითქვას, აი ეს ჩამონათვალი, რომელიც ახლა გაგაცანით, უფრო მეტად შეხვედრებია ამერიკის ტერიტორიაზე, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისები სწორედ შეერთებულ შტატებშია. რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკთან შეხვედრას, ამაზე ზემოთ ვრცლად მოგიყევი და ასევე ლევან დავითაშვილის განცხადებები ვრცელდება პერიოდულად მისი პრესსამსახურის საშუალებითაც და იქ ლაპარაკია კომერციის დეპარტამენტზე, სახაზინო დეპარტამენტზე ამ საკითხებს ჩვენ ვრცლად მიმოვიხილავთ ჩვენს სტუმართან ერთად, ეს მნიშვნელოვანი საკითხია და განვიხილავთ რა თქმა უნდა ამ თემას როგორც გითხარი და ნინო ერთი საკითხი რომელიც არ შეიძლება არ გაახსენდეს მედიას ეს უკავშირდება სწორედ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის პოსტს თანამდებობას როგორც ასეც ამ თანამდებობის პირს შეხვდა დღეს დავითაშვილი და აი გავიხსენოთ მაგალითად კალაძე რას ამბობდა ამ თანამდებობაზე რომელიც ახლა ჩვენ მიერ ნახსენებ პირს უკავია რა თანამდებობა აქვს კალაძე ამბობდა ეს 2021 წელს თანაშემწის მოადგილე რა უბედურება თანაშემწე და იმის მოადგილე ანუ როგორი შეურაცხყოფელი ტონი ქონდა ქართული ოცნება როგორც სიტუაციას აძლევს ხელს, როგორც ყოველთვის, ისე ლაპარაკობს, ანუ ძალიან შეურაცხყოფელი განცხადება იყო, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია კონტექსტისთვის, რომ გავიხსენოთ, მაშინ ერიკა ოლსონს ეკავა ეს თანამდებობა 2021 წელს. თუკი მაშინ ეს პოზიცია იყო გაუგებარი, დღეს ამაყობს რეჟიმი ამ პოზიციის კონკრეტულ პირთან, წარმომადგენელთან შეხვედრით და ამას ებღაუჭება როგორც ლეგიტიმაციის შესაძლო საფუძველს, რაც რა თქმა უნდა არის უსაფუძვლო. და თან ჩვენ ვაჩვენეთ მაყურებელს როგორი კრიტიკით გამოირჩევა ის და ეს არ არის შემთხვევითი რომ სწორედ ეს პირი უძღვებოდა აი ამ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან